ლიერი ცნობიერების გაღვიძება და ტრანსფორმაცია, შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და პიროვნული განვითარება, სტრესის მართვა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევა, ურთიერთობის გაუმჯობესება და შინაგანი ძალის აღმოჩენა. რადიო იმედის ეთერშია ანზორ უდიშარიას ეზოთერული პოდკასტი შინაგანი ხმა. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მოგესალმებით ქალბატონ. მადლობა მოწვევისთვის. იცით რა არის, რომ ჩვენს გადაცემას ქვია შინაგანი ხმა. ის რასაც ჩვენი შინაგანი კარნახობს. რა ინფორმაციაც მოაქვს და მე ჯერა რომ თქვენ ამის გამოცდილება არაერთხელ გქონიათ. ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილი, ექსპერტი, რომელიც თავისი სფეროდან მიწიერი გამოცდილებიდან მოდი ასე ვთქვათ იმ ცოდნიდან რომელიც არსებობს ჩვენს ირგვლივ და მეცნიერული არის შეაფასებს აი ამ მოვლენას. აინშტაინმა თქვა რომ ინტუიცია უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე ცოდნაო. თქვენ როგორ შეაფასებთ ამას? ეხლა ჩემი სპეციალობა ძალიან მართლა მიწიერია, ძალიან მატერიალისტურია, ძალიან მტკიცებადია, დასაბუთებადია და აი წმინდა მეცნიერულ მონაცემებს ეყრდნობა. 35 წელი არის ჩემი გამოცდილება ჩემ სპეციალობაში. და ხო ძალიან მძიმე პროფესია არის. მე ჩემთვის არ არის მძიმე. თუ არ ჩამოიყალიბე გარკვეული ხედვა, მართლა ეს შინაგანი ხმა, შინაგანი განცდა, დამოკიდებულება, მაშინ ძალიან ძნელია და მაშინ ძალიან დიდი ტვირთი და ჯვარია. ჯვარი ალბათ მაინც არის, რა თქმა უნდა. როგორ აგირჩიეთ ამ პროფესიამ? ქირურგობა მინდოდა. ქირურგობა მინდოდა და აი ქირურგობა რომ ვერ მაშინ იყო ეს სქესის მიხედვით გოგოები ქირურგიაში ნაკლებად რა და ნუ ძალიან დიდი სირთულე იყო. ხო და საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე შევძელი რომ ქირურგიაში წავსულიყავი, მე ვიფიქრე რომ ხალი ქირურგი საქართველოში 10 წელი ზაჟიმები უნდა მეჭირო, 7 წელი ძაფები შევკრა და ნუ როდის რა იქნება თქო და ეს ექსპერტიზა აი გავს და რა ვქანა გავს. და რა არცით მე ხო აი ესეთ მკვეთრი ზღვარი ხა თქვენთვის თქვენთან სტუმრობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თქვენ ალბათ ბევრ რაღაცას უყურებთ ისე რომ გაგიადვილდებათ გაგება. აი ზღვარი ცოცხალსა და თქვათ გარდაცვლილს შორის ჩემთვის არ არის დიდი ზღვარი. აქ ჩემთვის ძალიან ისეთი თხელი კედელია, იცით? და უფრო გაგრძელება არის და შეიძლება წერტილი არ იყოს, უფრო მძიმე გრამატიკულად უფრო მძიმე არის და შემდეგ გადასვლა არის სხვა მდგომარეობაში. ეს მე შინაგანად ჩემი ხედვა ასეთია. თან რა არის, ახლა ბეხტერევი, რომელიც იყო უდიდესი მეცნიერი და რომელიც თავის ტვინზე მუშაობდა და მთელი ინსტიტუტი შექმნა, მისი შვილი იყო შემდეგ ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პირდაპირ ტვინის ინსტიტუტი პეტერბურგში, მაშინდე ლენინგრადში და წარმოვიდგინეთ, შემოდის ერთ დღეს ბეხტერევი, ეს კორიფე და პირდაპირ ეუბნება რუსულ მას გავაკეთებ ციტირებას და მე ვთარგმნი. Поздравляю, смерть нет, господа. აი ეს არის, იცით, რამხელა რამ ბეხტერევისგან ნათქვამი გილოცავთ. ბატონებო, სიკვდილი არ არსებობს. ეს საოცრება და ამ ფილოსოფიით თუ არ ხარ, მე ვთვლი რომ ჩემ სპეციალობაში არ უნდა იყო. იმიტომ რომ ეს ძალიან ისეთი გზაგასაყარია და აქ ცოტა ადამიანის სხვანაირად უნდა მე ვფიქრობ რომ პროფესია ირჩევს ადამიანს და თქვენ მოგეცათ ეს უნიკალური შანსი რომ აი ამ ზღვარზე ყოფილიყავით. თუმცა მე ვიცი რომ ეს ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მოაქვს თავისებური სიმძიმეს არ დავარქმევ, სიცივე რაღაც მიმართულებებით, იმიტომ რომ შენ ხედავ სიცოცხლის შემდეგ შედეგს. იცით კი, მაგრამ ხა წარმოვიდგინეთ, სიცივე კი არ მოაქვს, უფრო შეიძლება, აი მე პირადად გეტყვი ჩემი გამოცდილებით.
მაშინ როდესაც ხა მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, დაბადებით გენეტიკურად, ასე ვთქვათ, ქართველი მართლმადიდებელი, აი ეს ამ მნიშვნელობით მონათლული, რა თქმა უნდა, ბავშვობაში და ხა мама საოცრად მორწმუნე ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი იყო კომუნისტურის, ის მორწმუნე იყო, მოსდევდა ეს ოჯახიდან. და იცით, მიუხედავად ამისა, ხა ისეთ პერიოდში გავიზარდე, როდესაც ეკლესიაში ასეთ ამამად მისვლა ადვილი არ იყო. და ერთ-ორჯერ გავრისკეთ კიდეს ჩემს დაქალს გავყევი და აქეთ-იქით უყურებოდი, რომ ხვალ ან სკოლიდან არ გამრიცხონ, ან კომკავშირიდან მეთქი და კომკავშირიდან გარიცხვა ინსტიტუტში ვერ მოწყობა იყო და ეს იყო ეს პერიოდი, მაგრამ მაინც გავაკეთ, მაინც მივედით და შემოუარეთ ეკლესიას. ეს უკვე პრინციპში ბოლო პერიოდი იყო, საბჭოთა ბოლო პერიოდი, მაგრამ აქ ლიტერატურა არ ქონდა. ვერ ეცნობოდი, როგორც დღეს არის ხელმისაწვდომი წმინდანების ცხოვრება და ეს ამას ვერ ეცნობოდი. ერთი მახსოვს საეკლესიო კალენდარი ჩამივარდა ხელში ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და როგორია იცით ახლა რომ ნახოთ გაქექილია, ანუ რამდენჯერ გადავიკითხე არ ვიცი, იქ აი ლოცვების კონსტრუქცია იქ ავაწყვე და აი წარმოიდგინეთ ვიწყებ ამ სპეციალობით მუშაობას და ძალიან მალე უნდები რომ კი ღმერთი არის. ანუ არა იმ გარემოთი, რომელიც დღეს არის შექმნილი და დღეს ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი. რელიგიური ლიტერატურაც და ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, ტელევიზია არის, მართლმადიდებლური და ასე შემდეგ. არა, აი წარმოიდგინეთ სრულიად ჩაკეტილში, ჩემმა სპეციალობამ უკვე მიმიყვანა იქამდე, როცა მე ვირწმუნე. და წარმოიდგინეთ ეს მე ვთვლი რომ სიცივე კი არა, თითქოს აი ის ზღვარი, რომელიც თითქოს არსებობს ცოცხალსა და არაცოცხალს შორის, აი აქ გაიხსნა. ის რაც თქვათ ვაჟა-ფშაველას ქონდა გახსნილი, ხო, ბუნებასა და ადამიანს შორის გახსნილი იყო, არის და აი ეს ჩემი ხედვა სადღაც აგჯდება და ხო გენოეთ, ღმერთი მე ვიწამე, ჩემი სპეციალობამ გამიმტკიცა მერწმენა და ნუ მერე წამოვიდა უკვე ის რაც თავარი კითხვა უნდა დაგისვათ. ბატონო. თავარი კითხვა საუბრობენ გარდაცვლილები. არა, გაჩნია რას იძლევიან თუ არა ინფორმაციას. ინფორმაციას იძლევიან კი. ინფორმაციას იძლევიან. იმ მეთოდით იგრძნობა თუ არა მათ როცა უნდათ რომ თქვენ რაღაც იცოდეთ. იცით რა, ზუსტად მე ძალიან ხშირ საერთოდ ვერიდები ხომ ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ცირე დამოვწვა. სინჰაიდან რწმენაში ვივართ რწმენის ფარგლებში აქედან გამომდინარე, იცით, ყოფილა ასეთი შემთხვევა, ჯერ სულ მქონდა ხომ ეს განცდა, რომ თითქოს გადასვლის დროს ვიღაც უნდა იყოს მის გვერდით, იცით, და როდესაც ახლა განსაკუთრებით ომების დროს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი აფხაზეთის ომის გულის, ხო, ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო, თითქოს რა იყო, იცით, თითქოს იყავი ადამიანი, რომელიც აი ნუ გეშინია სეტყო და რატომღაც მჯერა რომ ეს საჭიროა და რა ვიცი, მე ესე ვხედავდი ყოველ შემთხვევაში, ის ჩემთვის დასასრული არ იყო, ვიცით? ადამიანი გარდაიცვალა და მორჩა ყველაფერი, არა, ნამდვილად არა და აი მანდ ვეგეტყვით, რომ ზოგჯერ არის რომ ეხა ჭირისუფლის ნათესავი ეჭვიანია. ვაიმე ვინმე ხო არ ჩაერია, ვაიმე ვინმე ხო არ გთხოვათ. აი მას იცნობთ, ცნობი თუ ამრავ ადამიანს ვიცნობ. შეიძლება ადამიანმა მთხოვოს. თხოვნა მისი უფლებაა, უარი ჩემი, ხო? რა მოხდა ხა მთხოვა დიდი ამბავი. არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ იმამ თხოვა მე უარი ვუთხარი. და მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო და იცით ეს ეჭვები ხომ ხანდახან დამღლელია, მაგრამ ნუ მესმის ეს ახლავს ჩვეულებრივი რამ არის. და რა არის, იცით ზოგჯერ მეთქვამს ხომ უფრო შედარებით ინტელექტუალური ადამიანისთვის. იცი რა, იმას ვერ მოატყუებ რა. მე იმასთან მაქვს. თითქოს ჩემთვის ყველაზე მთავარი არის სწორედ მის სულთან ვიყო მართალი. თორე ადამიანი რომ მორწმუნე იყოს და ადამიანს რო შეეროდეს რომ ნამდვილად სიკვდილის გარდაცვალება, მართლა გარდაცვალება, მაშინ სასამართლოში კი არ წავიდოდა მკვლელის ოჯახი. აი მithქვამს ხოლმე ზოგჯერ ექსგუმაცია როდესაც უთხოვიათ რომ ნუ ახლა ბაგ დროს პასუხისგებლობის საკითხია. პასუხისგებლობა მე არ ვამბობ კაცთან, არა, უფალთან. რომ ჩემი ინიციატივა არ უნდა იყოს იქ, ეს მათი ნება უნდა იყოს და მათ უნდა აიღონ ეს რთული, რა თქმა უნდა. და მithქვამს ხოლმე, იცით რა შეგინდათ კაცის სამართალი, როცა არსებობს ღმერთის სამართალი.
სწორია. და არა მინდა და ნუ მაშინ ამიხსნია სულთა ფსიქოლოგიურად რომ ეს თქვენ გინდათ რომ შვიდათ იყო თორე მას ეს არ ჭირდება ეს ყველაფერი გარკვეულია რა მაგრამ ნუ რახანს თქვენ გინდათ კი ბატონო მე მოყვებით ამაზე და ყოფილა ხომე რა როდესაც აი რაღაც მნიშვნელოვანი არის ანუ ხა ენერგოინფორმაციული ველი არის ამას არც უარყოფს მე მგონი ვინც დაინტერესებულია ყოველ შემთხვევაში რაღაც მინიშნება ყოველთვის მოსულა ხოლმე ეს რა ფორმით იქნებოდა მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ აი ვიცი რომ მინიშნება მოსულა და ზოგჯერ მქონია ესეთი და მინახავს რომ დედა ეს ხომ იცით არ გჯერა ბოლომდე მაგრამ აი ზუსტად ის რომ მინახავს რა მინიშნებაც იყო და ნუ ოღონდ არ მithქვამს ხოლმე იმიტომ რომ ვფიქრობდი ნუ ამას ბევრი ვერ გაიგებს დართული თემა იგივე არის სიზმრით მაგალითად სიზმრით არის ნუ არ არის ყოველ წუთში არ არის მაგრამ ხანდახან არის ესეთი რამ და სერაფიმე როუზი წერს ესეთ ნათარგმნია პრინციპში ქართულად სული გარდაცვალების შემდეგ ესეთი აღწერს სულის მოგზაურობას დედამიწის ფარგლებში და მის აი ყოველ ნაბიჯს როგორ გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში იმ სამყაროში როგორ იწყებს მოგზაურობას და ხო თუ სულს უნდა რომ გახსნილი იყოს საქმე ის გახსნილი იქნება აუცილებლად რა რიცით ეს ბევრჯერ მინახავს რომ აი თითქოს ჩვეულებრივ აი გზა რო გაგეხსნება მიდიხარ იქ და იქ გაგეხსნა გზა სადაც შეიძლება არ ყოფილიყო ანუ მოვლენები ისე ლაგდება რომ თითქოს ეს ხელს თითქოს მიყევ ხარ კიდეც რა მე რო გაანალიზებ არა ისეთი ხელშეწყობა იყო რომ ნუ გრძნობ რომ კი ჭირდებოდა და რაღაც საჭირო იყო და იმიტომ მოხდა სამყაროში აი ეს გზა რომელიც გაიარე ძალიან დიდი მადლობა მინიშნებებისთვის და გადავიდეთ იმ პროცესებზე რომელიც დღეს ხდება ჩვენს ირგვლივ არაერთი და თქვენი შეფასება მაინტერესებს ნუ ინტელექტუალურ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება თუნდაც ის ახალი რობოტები რომელიც არსებობს ხო რობოტი ადამიანები და ვირუსი რომელიც შესამჩნევი უნდა იყოს ცნობიერებისთვის თუ თქვენი სფეროდან ან თქვენ მეორე პროფესიით აკეთებთ ამ ყველაფრის შეფასებას რა ხდება ჩვენს თქვენთან ამიტომა საინტერესო რომ ფსიქოლოგია და ფსიქოლოგია მე მოყვარულად მივიჩნევ მაინც თავს იცით ეს თლიანად რომ განვეხილოთ რაც ზემოქმედებები ხდება ადამიანები მართლა ბევრი ადამიანი მართლა აი ფილტრების გარეშე რჩება და მე ხა ახლობოს ვთხარი კიდეც რომ გავაკეთოთ ექსპერიმენტი მეთქი და გარკვეულ ტელეარხებს უყურო მეთქი ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად შეიცვლება ცნობიერება რა შეიცვლება მე ხო ვერ შევიცვლი ჩემს ხედვებსო და უშუალოდ ფილტრები ხომ მაქვს ხო ამხელა ცოდნა მაქვს კი გასაგებია მე ვთხარი მაგრამ თუ გავაკეთებთ აი მოყვარულებისგან ეხაც იგივე საკითხს ვსვავ რა ვიცი ვხედავ როგორ უნდა დადგეს ეს ექსპერიმენტი მანამდე გაიზომება შფოთვის დეპრესიის აი მთელი მაჩვენებლები და შემდეგ აუცილებლად შეცვლილი იქნება ოღონდ გარკვეულ არხებს ვამბობ სადაც აი ხმაც კი მოდის სადაც მუშაობს ხმა ვიზუალი სიჩქარე დრაივი ასე შემდეგ რა და იციან რას აკეთებენ იციან კი ზოგმა იცის ვინც მართავს მას ასწავლეს კი ვინც მართავს მან იცის ეს მნიშვნელოვანია როცა შემთხვევით არაშავებენ არა იქ ისე ზუსტად არის დაწყობილი რა არის წინადადებები დაუშვათ იგივე NLP-ში არის წინადადებები რომლებიც თუ ნუ პროფაილინგი იყენებს ამას და ამიტომ აქცევ ყურადღებას თუ წინადადებას დაიწყებ აი ამ სიტყვებით და გარკვეული სიტყვების წყობა არის თუ იწყებ ამ სიტყვებით აი ამ მიმართულებას აძლევ ადამიანს ანუ ადამიანი შეიძლება გადაიყვანოს
შურის მდგომარეობაში, რომელიც მე ძალიან ადვილი სამართავია წაიღებ აგრესიისკენ, თუ წაიღებ ადამიანის დაპროგრამება შესაძლებელია. არა, რეცი თუ ჩვენ მაინც იქ მივალთ რომ ბიორობოტი ადამიანის საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა. უბრალოდ რა არცით შეიძლება ერთთან არ იმუშაოს ასე ადვილად, ანუ გასაღები მეორესთან სხვა გასაღები იყოს ეს ინტელექტის და თვითონ აზროვნების წყობის მიხედვით. და როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, როცა საკუთარ თავს ძალიან ავნებს ამ ყველაფრით? ვერ ხვდება. სამწუხაროდ, პროფესორია, რომელიც ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს დესტრუქციული სექტები და სექტიდან ადამიანის გადარჩენაზე და გამოყვანაზე და წარმოიდგინეთ კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც მიიღო დაკვეთა, რომ ის კონკრეტული ადამიანი უნდა გამოიყვანა იქიდან როგორმე და თავის თანაშემწესთან ერთად ჩაინერგენ, ესე ვთქვათ, ამ სექტაში, როგორც სექტის წევრები გახდნენ. ოღონდ თქვა, რომ 72 საათზე მეტი თუ მე გავჩერდებოდი, მიუხედავად ჩემი ცოდნისა, სოციალური ფსიქოლოგიის პროფესორია, დოქტორია. მიუხედავად ჩემი ცოდნისა, მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, 72 საათის მერე უკვე მე ვეღარ. ანუ მეც კი, აქედან გამომდინარე, ხო გენით ურალოვი არის ესეთი ძალიან საინტერესო პოლიტექნოლოგი, რომელმაც თანამედროვე უკრაინული გამოცდილება შეისწავლა ზომბირების და თქვენ ატყობთ, რომ საქართველოსზე ეს ზომბირება ძალიან გააქტიურდა. რა ეს პირდაპირ მუშაობს? არა, პირდაპირ მუშაობს, ეს არის ერთი centrიდან იმართება. საბედნიეროდ მე მგონი ეს ცენტრი დაფინანსების გარეშე დარჩა რამდენიმე დღეა საბედნიეროდ თორე იგივე უკრაინაში იყო ცენტრი საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციების რომელიც პირდაპირ მზა რეცეპტებს ამზადებდა და აი ახლა ნახეთ უნდა მეკითხა აი ფუნა გაიტანეთ და დაყარეთ ეს ხო არა ქართულია ჩაფურთხება ხო არა ქართულია აი ბევრი ისეთი რამ მოვიდა რაც რეცეპტებით რომელიც პირდაპირ გამეორდა უკრაინაში, სერბეთში იყო. ამას ხედავთ. ერთი პროგრამა მუშაობს. ერთი პროგრამა არის და ბოლოს იყო ციფსო, უკვე უკრაინიდან იყო პირდაპირ მართული. ჩვენ ამ თემაზე გავაგრძელოთ საუბარი. შემდეგ სამშაბათს და უფრო გავშალოთ, იმიტომ რომ შევეხეთ იმ თემას, რომელიც ყველასთვის საჭირო და მინიმუმ ის რომ ვიცოდეთ საკუთარი თავი როგორ დავიცვათ და პროცესებზე უფრო დაკვირვებულები გავხდეთ. მადლობა სტუმრობისთვის და ჩვენ შემდეგ სამშაბათს ჩემთვისაც საინტერესოა. კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.